მოგესალმებით ბატონო ჯება, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხართ. და ვსაუბრობთ მოახლოებულ ეგრეთ წოდებულ ადამდელო საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 4 დღეში უნდა გაიმართოს ოკუპირებულ აფხაზეთში. მე მინდა გკითხოთ კანდიდატების შესახებ, ვიცით რომ ძირითადად ორი კანდიდატი არის გამოკვეთილი, ესენი არიან არძინბა და გუმბა. და მინდა გკითხოთ აი შანსები როგორი არის მათ შორის, მოსალოდნელი რა არის, ვინ შეიძლება გახდეს გამარჯვებული ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და ზოგადად რომ გითხრათ რა პროცესები მიდის ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს აი დე ფაქტო არჩევნებმა იქ არსებულ ვითარებაზე. კი ბატონო. ეს არჩევნები, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და იმისთვის, რომ თქვენ ყოველთვის ასეთ ყურადღებას იჩენთ აფხაზეთის პრობლემისადმი. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ეს არჩევნები ეგრეთ წოდებული არის ვადამდელი, მაგრამ ვადიანი არჩევნები ყველა შემთხვევაში ერთ თვეში, თვენახევარში მაინც უნდა ჩატარებულიყო. ასე რომ ეს მთლად ვადამდელი არ არის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თუმცა მას წინ უძღოდა ცნობილი მოვლენები, ფაქტობრივად გადატრიალება და ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები არის იძულებითი. აი ამ გადატრიალების შედეგი და აქედან გამომდინარე შეიძლება მას ვადამდელი არჩევნები უწოდოთ. თქვენ როგორც ბრძანეთ, ორი კანდიდატი არის გამოკვეთილი, ერთი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ბადრა გუმბა და ადგურ არძენბა. არის სულ 5 კანდიდატი, მაგრამ დანარჩენ კანდიდატებს რეალური შანსი რომ გაიმარჯვონ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მათ არ აქვთ. ახლა რაც შეეხება ამ ორ კანდიდატს, როგორც უკვე ვთქვით, ერთი არის სახელისუფლებო და მეორე ოპოზიცია, თუმცა ბატონი არძინბა გახლავთ წინა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი. ფაქტობრივად იქ უკვე აი ეს ორი ჯგუფი არის ჩამოყალიბებული აი ამ წლების განმავლობაში და ამ ორ ჯგუფს შორის მიდის ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რაც აფხაზურ საზოგადოებას პირდაპირ უნდა ითქვას ძალიან მობეზრდა, მაგრამ ჯერჯერობით მათ სხვა არჩევანი არ გააჩნიათ. ახლა ამ ორიდან, ორი რეალური კანდიდატიდან რუსეთი აშკარად მხარს უჭერს სახელისუფლებო, აი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელს ბადრა გუმბას და ამის ერთ-ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ არა მხოლოდ განცხადებები, რომელიც რუსეთიდან კეთდება, თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ასევე მედია პირდაპირ მუშაობს ამ ბადრა გუმბაზე, რუსული მედია. ყველაფერ ამას დაემატა ახლა ვიზიტი ბადრა გუმბასი მოსკოვში. ის ჩავიდა იქ 5 თებერვალს. პირველი შეხვედრა მას ჰქონდა ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სხვადასხვა რომელიც მე მაქვს თავის დროზე დამთავრებული, ოღონდ მაშინ მას სხვა სახელი ერქვა. და ზუსტად იმ დარბაზში იყო შეხვედრა, სადაც ჩვენ გაერთიანებულ ლექციებს გვიტარებდნენ და ცოტა გული დამწყდა, რომ აი ასეთი სისულელეები ხდება ახლა იმ დარბაზში, სადაც ძალიან დიდი მეცნიერები კითხულობდნენ ლექციებს და მე მქონდა ბედნიერება მომესმინა ეს ლექციები.
ახლა ეს განზე გადავდოთ, მე დაიწყო ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავრობა, იქ ნოვაკი, ვიცე-პრემიერი და ფაქტობრივად ყველა წამყვანი მინისტრი, იქნებოდა ეს ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვის, აი ყველა ის მიმართულება, რომელიც ასე თუ ისე ჩართული არის პროცესებში აფხაზეთის ტერიტორიაზე. კანდიდატია ეს ადამიანი და კანდიდატის ასეთ დონეზე მიღებამ ყველა დაარწმუნა კიდევ ერთხელ, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს ადამიანი გახლავთ კრემლის კანდიდატი. ამან, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია სოხუმში და მთელი რიგი განცხადებები გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. მაგრამ 7 რიცხვში ბადრა გუმბა ჩამოფრინდა სოხუმში და აი ზუსტად ესეც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახლდათ აეროპორტის საცდელი ფრენის ჩატარება და აი გუმბა ჩამოდის მოსკოვიდან, აი თვითფრინავით, იქ სტუდენტები ჩამოყავთ, ჟურნალისტები ჩამოყავთ და ძალიან საზეიმო ვითარებაში მოხდა ეს ყოველივე. მაგრამ ეს საზეიმო ვითარება ჩაამწარა იმან, რომ შესაბამის დოკუმენტებში, რომელიც აი ამ ფრენასთან იყო დაკავშირებული, აგერ ამ აქვს, აგერ აეროპორტი ბაბუშერა წერია, აგერ ქვეყანა საქართველო, გეორგია, რუსულად გრუზია და გეორგია ინგლისურად. აგერ ძალიან საინტერესოა და აგერ ეს ბილეთის მაგიერი ტალონი, სადაც ასევე სოხუმი წერია და არა აკუა ან კიდევ რაღაცა სუხუმ, როგორც ისინი დღეს ეძახიან. ახლა ეს რით არის გამოწვეული? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ICAO, ეგრეთ წოდებული ICAO, რომელიც სადაც ეს დაფიქსირებული არის ზუსტად ასეთნაირად, რომ ეს არის საქართველო, ეს არის სოხუმი და აი მე არ ვიცი, ახლა ICAO-ს ჯერ არანაირი ნებართვა არ გაუწია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ აი რაღაცა ელემენტარული რაღაც წესები დაიცვეს და აქ დააფიქსირეს, რომ ეს აეროპორტი მდებარეობს საქართველოში და მას ქვია სოხუმი. ამად მართლა ღირდა აი ეს ეგრეთ წოდებული საცდელი ფრენა, მარტო ამად, რომ მაგრამ ეს იყო, როგორც გითხარით, ესეთი საცდელი ფრენა წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ახლა მე არ ვიცი ეს რამდენად შეუწყობს ხელს ბადრა გუმბას რეიტინგის ამაღლებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ეს იყო თვითონ ოპოზიციაც აღიარებს, რომ ეს ძალიან დიდი მოვლენაა თავისთავად. ძალიან დიდი, ეს კი ცუდია, რა თქმა უნდა, იქ რაც დოკუმენტებში წერია, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ აეროპორტის აღდგენა ხდება და მალე დაიწყება რეგულარული ფრენები, ეს ყველას აწყობს და ძალიან კარგია, ასე ფიქრობენ ოპოზიციონერები. მაგრამ ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ აი როგორც აპარტამენტებს ის გეგმა რომ განხორციელებულიყო, მას მოხვება აფხაზეთში ძალიან დიდი რაოდენობით რუსების ჩამოყვანა და იქ დასახლება, ზუსტად ასევე ამ აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი. ახლა საუბარი არ არის იქ რაღაც ბილეთების გამყიდველები და რაღაცეებზე, არამედ ძირითადი პერსონალი ეს რა თქმა უნდა ჩამოდის რუსეთიდან და მე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს არის არა მარტო სამოქალაქო იმ ხელშეკრულებით, რაც სოხუმმა და მოსკოვმა გააფორმა, არამედ სამხედრო აეროპორტიც და შესაბამისად იქ აფხაზებს საერთოდ არ დაუშვებენ, საერთოდ არ შეუშვებენ შიგნით. ეს იქნება მთლიანად
რუსული აეროპორტი და აეროპორტი არა იმდენად სამოქალაქო, რამდენად სამხედრო. და ახლა იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აი უკრაინაში აგრესიასთან დაკავშირებით, რომ აი უკრაინელებს უკვე შეუძლიათ სოჭს მიწვდნენ როსტოვში ფაქტობრივად აეროპორტი არ ფუნქციონირებს. აი ამ პირობებში სოხუმის აეროპორტი, ისევე როგორც ოჩამჩირის საზღვაო პორტი, მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ ამ საკითხს მე დარწმუნებული ვარ, რომ ყურადღებას მიაქცევენ, არა მარტო ჩვენი ხელისუფლება მიაქცევს მას და აქცევს კიდევაც ძალიან დიდ ყურადღებას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატომ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ ის ომი დამთავრდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე დაუშვათ ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენი საწინააღმდეგო ავიაცია მათ ისედაც ყავთ გუდაუთაში. ასე რომ აქ იქნება ძალიან სერიოზული სამხედრო ბაზა. ახლა თქვენ ძალიან საინტერესო დასვით კითხვა, რომ არა მარტო აქ კანდიდატებზე არის ახლა საუბარი, არამედ რა მოხდება ამ არჩევნების შედეგად. რასთან გვაქვს საქმე, რა შეიცვალა ბჟანიას გადაგდების შემდეგ და რა შეიცვლება ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგ. ბჟანიას გადაგდების შემდეგ რა შეიცვალა? პრინციპში არაფერი არ შეცვლილა. არ შეცვლილა იმდენად, რამდენადაც პრობლემები, რამაც ბჟანიას გადადგომა გამოიწვია, ყველა ის პრობლემა რჩება დღემდე და ყველა ის პრობლემა დარჩება არჩევნების შემდეგაც. ანუ აი ეს საზოგადოებაში რამაც განხეთქილება გამოიწვია, რამაც აი ეს რევოლუცია დავარქვათ მას თუ აჯანყება გამოიწვია, ის მიზეზები დღესაც არსებობს და იმ ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგაც დარჩება. ახლა რა იყო მთავარი საბაბი განვითარებული მოვლენების? განვითარებული მოვლენების მთავარი საბაბი გახდა ეგრეთ წოდებული საინვესტიციო შეთანხმება. იმ აპარტამენტებთან დაკავშირებული შეთანხმება, საინვესტიციო ეგრეთ წოდებული შეთანხმება. რუსეთი კატეგორიულად აყენებს საკითხს, რომ ეს ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი ეს შეთანხმება. ახლა ბადრა გუმბა რო იყო მოსკოვში, იქ ითქვა ნოვაკთან შეხვედრაზე, რომ ის შეთანხმება რაღაცნაირად უნდა გადაიხედოს, რომ ორივე მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. მაგრამ ეს არის ცარიელი სიტყვები. ეს ცარიელი სიტყვებია. რანაირად შეიძლება ორივე მხარის ინტერესები იყოს აქ ამ შემთხვევაში გათვალისწინებული, როდესაც რუსეთის მიზანი, საბოლოო მიზანი არის, რომ რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში გადავიდეს დაახლოებით 30,000-მდე აპარტამენტი, რაც გამოიწვევს რუსეთში დაახლოებით 100,000-მდე ეთნიკური რუსის ჩამოსახლებას. ამ პრობლემას არავინ არ ხსნის. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ რუსეთს არ უღირს ამის აშენება ამ აპარტამენტების და მილიარდების აქ დახარჯვა. თუ ამას არ დაეთანხმება გამარჯვებული კანდიდატი, ვინც არ უნდა იყოს ის, მაშინ რუსეთი ისევ დააბრუნებს იმ სანქციებს, რომლებმაც ერთ თვეში, ესე იგი, აფხაზეთი ჩამოშალა თავიდან ბოლომდე ჩამოშალა. ესე იგი, სიცივე, შიმშილი, უხელფასობა და რა ვიცი, სრული კოლაფსი. ეკონომიკური, პოლიტიკური, ყველანაირი სრული კოლაფსი. ეს ვითარება შეიძლება დაბრუნდეს. ანუ რა ხდება? შექმნილია ჩიხური მდგომარეობა. აი ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, ექცევა ამ ჩიხში.
ესე იგი, ის ან უნდა დაეთანხმოს რუსეთის წინადადებას, რაც არის აფხაზებისთვის ეროვნული ტრაგედია, ან არ უნდა დაეთანხმოს, რაც არის ეკონომიკური კოლაფსი და იგივე ეროვნული ტრაგედია. ესე იგი, დაეთანხმები, არ დაეთანხმები, მაინც პრობლემა, აი ეს დიდი პრობლემა, აფხაზების ყოფნა არ ყოფნის პრობლემა რჩება. აი რა ჩიხში არის ეს პატარა რეგიონი და ეს მცირერიცხოვანი ხალხი მოქცეული. და ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები ამ პრობლემას არ ხსნის. ყველა ხმამაღლა აცხადებს იმ ბადრა გუმბას ჩათვლით, რომ ის შეთანხმება, რომელიც იყო შეთავაზებული, არის მიუღებელი. ყველა აცხადებს, ხუთივე კანდიდატი ამას აცხადებს. და იქ რაღაცა მიკროსკოპული რაღაცა ცვლილებები თუ შევა, ეს არაფერს არ შეცვლის და აფხაზურ საზოგადოებაში იგივე პრობლემები დარჩება. ერთი სიტყვით, გამოსავალი ამ შექმნილი მდგომარეობიდან არსებობს, მაგრამ ეს გამოსავალი არის არა ამ რუსულ წინადადებებზე დათანხმება ან უარყოფა, არამედ ეს არის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. აფხაზებს თუ სურთ გადარჩენა თუ სურთ, რომ ეს ერი გადარჩეს, რომ მათ ამ ერმა იცხოვროს კეთილდღეობაში, არის ერთადერთი გამოსავალი და განვითარებული მოვლენები აფხაზური საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ამაში არწმუნებს, რომ აი ამ მოვლენების მთავარი მიზეზი არის არა იქ ცუდი დე-ფაქტო პრეზიდენტი, ცუდი დე-ფაქტო მთავრობა, არამედ თვითონ ის არსებული ვითარება, რომელსაც ქვია რეალურად სამართლებრივად საერთაშორისო სამართლის ენაზე ოკუპაცია და იქ რატომღაც ცინიკურად ეძახიან აფხაზეთის დამოუკიდებლობას. აი ეს მათი ტერმინოლოგიით დამოუკიდებლობა და სინამდვილეში ოკუპაცია არის მიზეზი. შესაბამისად, ეს მიზეზი რომ მოიხსნას, არის დეოკუპაცია საჭირო და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. და მინდა დაგარწმუნოთ, რომ აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილს ეს აქვს ძალიან კარგად გაცნობიერებული. და აი ესეც სიმბოლურია, აი ეს აფხაზეთის აეროპორტში საცდელი ფრენა, სადაც წერია, რომ ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც ქვია რუსულად გრუზია და ინგლისურად ჯორჯია. აგერ წერია მათ დოკუმენტებში. ასე რომ მოვლენების განვითარება იქნება კიდევ უფრო საინტერესო, ვიდრე იყო დღემდე. გუშინ გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომლის შესახებაც უკვე 2-3 კვირაზე მეტი არის, რაც ცნობილია. ეს არის აი მოქალაქეობის ჩამორთმევა რამდენიმე ოპოზიციონერისთვის, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა. მაგრამ გუშინ გამოქვეყნდა FSB. აი FSB წარმოიდგინეთ, რამხელა უწყება, აი იმ FSB-ს დასკვნა ლევან მიქავასთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. აი დოკუმენტი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ადამიანი, ეს რუსეთის მოქალაქე თავისი ქმედებებით ესე იგი საფრთხეს უქმნიდა რუსეთის უსაფრთხოებას. არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის უსაფრთხოებას. ანუ რაც მოხდა იქ, ეს იყო ძალიან დიდი საფრთხე რუსეთის უსაფრთხოებისთვის და აქედან გამომდინარე ამ ადამიანს ჩამოერთვა მოქალაქეობა. ახლა როგორც მოგახსენეთ, ეს მოხდა 3 კვირის წინ, იქ კიდევ ორ ადამიანს სულ 3 პიროვნებას ჩამოერთვა მოქალაქეობა, მაგრამ აი ეს გამოქვეყნება, გუშინდელი გამოქვეყნება, ესეც არ არის შემთხვევითი და ესეც წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია და ამით ფაქტობრივად არძინებას ეუბნებიან აი რა მოგელის შენ
და შენს მხარდამჭერებს. და ახლა ამათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ ჩაიკეტო იმ პატარა ტერიტორიაზე, ამათ ყველას აქვთ ბიზნესები, აქვთ მათ ნათესავებს რუსული პენსიები, ეს ყველაფერი ჩამოერთმევათ. და ეს არის გაფრთხილება. ერთგვარი გაფრთხილება ოპოზიციის მიმართ, რომ მაინც და მაინც იმ გუნბამ უნდა გაიმარჯვოს. ასე რომ ამ მიმართულებითაც რუსეთი მუშაობს.